ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ზესტაფონში საკაბელი ფეროშენოდნოთა ქარხანა და შეხვედრა მოსახლეობასთან. 30 სექტემბერი დღის 12 საათი არჩევნებამდე 8 დღით ადრე საარჩევნო ადმინისტრაციები ეთიკის კოდექსზე თანხმდებიან. ხელისმოწერის ცერემონიალი 51 საოლქო საარჩევნო კომისიაშიც შედგა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ზესტაფონში ვიზიტის პროგრამა საკაბელიდან დაიწყო, სადაც სახელმწიფო პროგრამის აწარმოების საქართველოს ფარგლებში საწარმოს გაფართოების პროცესი განხორციელდა. პრემიერი თანმხლებ პირებთან ერთად იმ სიახლეებს გაეცნო, რაც საკაბელში დამატებითი ინვესტიციის საშუალებით განხორციელდა. საწარმოს გადაიარაღება ფრანგული ტექნოლოგიითა და ელექტრონული სისტემებით აღჭურვა პლასტმასის გრანულებისა და თანამედროვე ტიპის საკაბელო პროდუქციის მწარმოებელი ქარხანა მაღალი ხარისხის ელექტროგამტარ პროდუქციას ქმნის. საწარმოში ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების მიხედვით საქართველოში 2018 წელს დასანერგის სტანდარტი უკვე რეალიზებულია და ევროპული სტანდარტის პროდუქციას აწარმოებს. საუბარია ხანძარ უსაფრთხო პროდუქციაზე, რომელიც უკვე ექსპორტზე გადის როგორც მეზობელ, ისე ევროპის ქვეყნებში. ეს არის კომპანია საკაბელი, რომელიც უშვებს ელექტროგამტარ პროდუქციას და პროგრამა აწარმოეს საქართველოში ფარგლებში, დაფინანსდა კომპანიის გაფართოვება, დაემატა ახალი ხაზები, რამაც წარმადობა გაზარდა დაახლოებით 30-35%-ით. ეს პროდუქცია გამოიყენება როგორც საქართველოში, ასევე გადის ექსპორტზე. 30 დამატებითი სამუშაო ადგილი შეიქმნა და უკვე დღეს 200 ადამიანი მუშაობს ამ ქარხანაში. დაემატა ფრანგული დანადგარები, ადრე კომპანია ყიდულობდა იზოლაციის მასალას, დღეს უკვე ადგილზე ხდება იზოლაციის მასალის წარმოებაც. დღეს უკვე ისეა საქმე, რომ ამერიკიდან ყიდულობს კომპანია ნედლეუს და საქართველოში ამზადებს მზად პროდუქციას, რაც ძალიან მისასალმებელია. ასევე უნდა ითქვას, რომ ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების მიხედვით საქართველოში დასანერგი 2019-ში დასანერგის სტანდარტი კომპანიამ დღეს დანერგა უკვე და აბსოლუტურად ევროპული სტანდარტის პროდუქციას აწარმოებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არის ხანძარ უსაფრთხო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ყველაზე თანამედროვე მოთხოვნებს აკმაყოფილებს და გადის უკვე ექსპორტზე, როგორც მეზობელ ქვეყნებში, ასევე ევროპაში და კომპანია გეგმავს, რომ გააფართოვოს წარმოება, მას აქვს ძალიან დიდი საშუალებები და კარგია, რომ სახელმწიფოს და კერძო სექტორის თანამშრომლობით ესეთი კარგი შედეგია მიღწეული. ქვეყნის ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საკაბელში გაუთქმაგებული წარმოების შესაძლებლობაზე და გაზრდილ ექსპორტზე საუბრობს, რაც საწარმოს საშუალებას აძლევს დიდი მოცულობის შეკვეთებზე იმუშაოს. ეს არის შედეგი, რომელიც გამოიღო აწარმოეს საქართველოში ამ პროექტის ჩართვამ. $1 მილიონ მეტი კრედიტი იყო გაცემული ამ პროექტის ფარგლებში, $160,000 მეტი არის თანადაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან და მინდა აღვნიშნო, რომ შედეგი, რაც დღეს ჩვენ ვიხილეთ, არის ძალიან კარგი. კომპანია ექსპორტზე უკვე არის გასული და დღევანდელმა ახალმა პროექტმა, ახალმა გაფართოვებამ კომპანიას მისცა შესაძლებლობა უფრო თამამად მიიღოს მონაწილეობა დიდ ტენდერებში, იმიტომ რომ როგორც მოგახსენეთ, საწარმო შესაძლებლობები გაოთხმაგდა. მათ აქვს შესაძლებლობა საკმაოდ დიდი მოცულობის შეკვეთები მიიღონ და ამავდროულად მინდა აღვნიშნო, რომ პროდუქციის ნაირსახეობაც გაიზარდა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ეს არის უსაფრთხო პროდუქტი, რაც დაამატა კომპანიამ, ეს არის პროდუქტი, რომელიც წვის დროს არ გამოყოფს მავნე ნივთიერებებს და არ გამოყოფს იმ მომწავლელ ნივთიერებებს, რომელიც სამწუხაროდ, როდესაც კაბელები იწვება, არის ხოლმე. შესაბამისად, ეს სტანდარტი ჩვენთან ევროპასთან ასოცირების მიხედვით 2018-19 წლებში უნდა შემოვიდეს, თუმცა როგორც ხედავთ, საწარმო უკვე მზად არის და ამ სტანდარტით უშვებს პროდუქციას, სწორედაც რომ აწარმოეს საქართველოში პროგრამაში ფარგლებში დახმარებით. აქვე მინდა ყველას მოუწოდო, ვინც საქართველოში მოღვაწეობს, რომ დავეხმაროთ ერთმანეთს და შევიძინოთ საქართველოში ნაწარმოები პროდუქტი.
საკაბელიდან ქვეყნის მთავრობის მეთაურმა თანმხლებ პირებთან ერთად ფეროშენადმთა ქარხანაში გადაინაცვლა, სადაც მან ახალი ექსპერიმენტული ღუმელი დაათვალიერა და პროდუქციის გამოშვების პროცესს დაესწრო. Рады показать новую модернизированную მოხარულები ვართ თქვენთვის გვეჩვენებინა ახალი სრულად მოდერნიზებული ღუმელი, რომლის კომერციული ექსპლუატაციაში გასვლას ვაპირებთ ურშაბათით, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით მეოთხე სამხო, რომელიც 1964 წელს აშენდა. აქ ღუმელების ბოლო მოდერნიზაცია 1976 წელს განხორციელდა. თითქმის 40 წლის შემდეგ ჩვენ შევძელით გაჩვენოთ ეს ახალი ტექნოლოგია, ეკონომიური და ეკოლოგიურად სუფთა. ის ამსუბუქებს დასაქმებულთა შრომის პირობებს. თქვენ ნახეთ მისი გახსნა კი ავტომატიზირებულია. დიდი მადლობა ყველას, ვინც მოვიდა და ჩვენი მრავალათასიანი კოლექტივის სიხარული გაიზია. Вместе с нашим 6000-ным коллективом უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში პირველად მოხდა ფეჩების ძირეული რეკონსტრუქცია და ახალი ტიპის ფეჩის დამონტაჟება და გაშვება, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ ეკოლოგიური საკითხები პრაქტიკულად სრულად გადავწყვიტოთ, გავზარდოთ წარმადობა და ფეჩის ეფექტიანობა. შესაბამისად, ეს საკმაოდ დიდი სიახლე არის არა მარტო ჩვენი კომპანიისთვის, არამედ დარგისთვის. მოგეხსენებათ, რომ დარგია გახლავთ ერთ-ერთი ლიდერი ექსპორტიორთა შორის. შესაბამისად, ჩვენ მჭიდროდ თანამშრომლობთ ყველა შესაბამის უწყებასთან და ეს იმდენ დიდი და მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რომ გვეწვია პრემიერ-მინისტრი აღნიშნული ერთად ასე ვთქვათ გასაშვება. დღეს კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადაიდგა საქართველოს მრეწველობის განვითარებაში. იცით, გაიხსნა ახალი ელექტროღუმელი. კიდევ ერთხელ ჩვენმა კომპანიამ დაამტკიცა, რომ მივდივართ ახალი დინებით, მივდივართ 21 საუკუნის შესაბამისად, იმიტომ რომ ჩადებულია არა მხოლოდ ტექნოლოგიების გაუმჯობესება, არამედ ეკოლოგია, ენერგოეფექტურობა და კიდევ ერთხელ მე მინდა მიულოცო არა მხოლოდ სფეროს თანამშრომლებს, არამედ ჩვენს საქართველოს მთლიანად მრეწველობას, რომ ერთი ნათელი ნაბიჯი გადავდგით, რაც უნდა გაგრძელდეს და ხელი შეუწყოს ქვეყნის განვითარებას. ის რომ მთავრობის წარმომადგენლები უშუალოდ ინტერესდებიან საწარმოში მიმდინარე მოვლენებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს სტიმულს აძლევს დარგს შესაბამისად და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ესე ინტერესდება ხელისუფლება ჩვენი დარგის გარშემო მიმდინარე მოვლენებით. 24 ღუმელის პრეზენტაციას ასევე დაესწრნენ ადგილობრივი და რეგიონული სახელისუფლო სტრუქტურების წარმომადგენლებიც, რომლებმაც მოდერნიზებული ობიექტის ეკონომიკურ და ეკოლოგიურ მხარეებზე გააკეთეს აქცენტები. ყველაზე დიდი საწარმო და ერთ-ერთი საწარმო, რომელიც არის მეტალურგიაში წარმოდგენილი საქართველოში გახლავთ ეს ფეროციადნომი ქარხანა. ეს ღუმელი ძალიან დიდი ხანი არ მუშაობდა, ვერ მუშაობდა გარკვეული მიზეზების გამო. ყველაზე დიდი ღუმელი გახლავთ აქ და მოხდა მისი აღდგენა სასურველად თანამედროვე ტექნოლოგიებით. რა თქმა უნდა, წარმატება ძალზე გაიზარდა საწარმოში და დასაქმდა ბევრი ადამიანი. ახალი ღუმელის პრეზენტაცია, რომელიც შექმნილია ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით, რომელიც ეკოლოგიურად ძალიან სუფთაა და ფაქტიურად იმაზე სუფთა ღუმელი არ არსებობს დღეს მსოფლიოში. ესეც ძალიან წინ გადადგული ნაბიჯია, როგორც მე ვიცი, სადღაც 7-8 მილიონზე მეტი დაჯდა ღუმელის გაკეთება და ფეროშენადმთა ქარხნის ხელმძღვანელობა გვპირდება, რომ ეტაპობრივად ყველა ღუმელი შეიცვლება ესეთ თანამედროვე და ეკოლოგიური ღუმელებით. 24 ღუმელის მშენებლობა ფეროშენადმთა ქარხანაში დაახლოებით 1 წლის წინ დაიწყო. პროექტი ადგილობრივებთან ერთად ინდური კომპანია გალსასის მიერ იქნა განხორციელებული. ვიზიტის პროგრამა მისი ეკონომიკური ნაწილის დასრულების შემდეგ წინა საარჩევნო კამპანიის ფორმატში გაგრძელდა. ოქტომბერში ჩვენ ყველანი ერთად, ერთხმად ორგანიზებულად, არაზმულად, მეგობრებთან, მეზობლებთან, ახლობლებთან, ნათესავებთან ერთად უნდა მივიდეთ საარჩევნო უბნებზე და გავაკეთოთ არჩევანი. ეს არის ქართული ოცნება, ეს არის შალვა კიკნაველიძე, ეს არის ზესტაფონის ბაშთა ზესტაფონში, ასევე კობალ უსმანაშვილი და მე დარწმუნებული ვარ, ეს არჩევანი იქნება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა უშანგი ჩხეიძის სახელობის თეატრის წინამდებარე მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებს ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა კიკნაველიძე და მასთან ერთად ხარაგაულისა და ბაღდადის გაერთიანებული საარჩევნო ოლქების კანდიდატი კობალ ურსმანაშვილი წარუდგინა. ვინაიდან საარჩევნო ოლქების ცვლილების გამო ზესტაფონის რაიონის გარკვეული სოფლები ხარაგაულისა და ბაღდადის საარჩევნო ოლქებს უჭერენ მხარს.
პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურული პროექტების სწრაფი განვითარების შესახებ და აღნიშნა, რომ 4 წელიწადში დასრულდება სტრატეგიული მნიშვნელობის ყველა პროექტი, რომელიც ზესტაფონის სატრანზიტო ჰაბის ფუნქციას დაუბრუნებს. პრემიერმა მოსახლეობას მოუწოდა მოქალაქეობრივად პასუხისმგებლობის გრძნობით მივიდნენ 8 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე და მხარი დაუჭირონ უკეთეს გაჩირაღდებულ აგუგუნებულ საქართველოს. გადამჭრელი ხმა მივცეთ საქართველოს უკეთეს ხვალინდელ დღეს. კიდევ ერთხელ უარი უთხრათ იმას, რაც ყველამ ერთად გავიარეთ. და კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ქართველი ხალხის ნება, რომ იცხოვროს უკეთეს ქვეყანაში, სადაც ადამიანი არის უზენაესი კატეგორია და არც ერთი ადამიანის დაჩაგვრად არ ღირს, არც ერთი ესტაკადა და არც ერთი ხიდი და არც ერთი გვირაბი, არც ერთი დაჩაგრული ადამიანის ცრევლად არ ღირს, არც ერთი დამატებით მოტანილი ინვესტიცია. სწორედ ეგ არის ჩვენი განმასხვავებელი ნიშანი. ჩვენ კიდევ უფრო ჩქარავილი წინ, კიდევ უფრო მეტ სამუშაო ადგილს შევქმნით, კიდევ უფრო მეტად გავაჩირაღდნებთ, ავაგუგუნებთ, გავაფერადებთ ჩვენს ქვეყანას, მაგრამ ისე, რომ არც ერთ ბავშვს რემლი არ ჩამოუვარდება. და ეს არის, მეგობრებო, ამას მინდა ყველა ქვეყანა კიდევ ერთხელ ხარი დაუჭიროთ, მიაროთ მხოლოდ სიყვარულით, სიმტკიცით. ელექტორატს მიმართა ასევე ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კალაძემ და იმედი გამოთქვა, რომ ისინი მხარს დაუჭერენ სწრაფ განვითარებას, თავისუფლებასა და კეთილდღეობას. და მინდა გთხოვოთ, მოგიწოდოთ ყველას, რომ ასე ერთსულოვნად, ასე დარასმულები მივიდეთ 8 ოქტომბერს საარჩევნო ყუთებთან და მივიღოთ გადაწყვეტილება თუ ვის უნდა ვანდოთ ხვალ ჩვენი სამშობლო, ჩვენი ქვეყანა. აქ არის წარმოდგენილი გუნდი ჩვენი ლიდერის, პრემიერ-მინისტრის, ბატონი გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით. და ეს არის სწორედ ის გუნდი, რომლის მთავარი ამოცანა არის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ის ბრძოლით მოპოვებული ძალიან ღირებული თავისუფლება. ამ მომრჩეველთა წინაშე წარსდგნენ შალვა კიკნეველიძე და კობა ლურსმანაშვილიც. ამ უკანასკნელს, როგორც ცნობილია, ბაღდადისა და ხარაგაულის ამ მომრჩეველებთან ერთად შროშის, ფუთის, სანახშირის, ილემისა და ძირულის ამ მომრჩეველთა მხარდაჭერის იმედი აქვს ახალი საარჩევნო საზღვრებიდან გამომდინარე. შევანდელი დღე კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ქართული ოცნება როგორც ზესტაფონში, ასევე მთელ ქვეყანაში უალტერნატივო ძალაა. მე დარწმუნებული ვარ, რომ 8 ოქტომბერს ჩვენ ღირსეულად გავიმარჯვებთ. ჯერა ზესტაფონლების, ჯერა მათი ღირსეული არჩევანის და ჯერა რომ ზესტაფონელს აირჩევს. უმნიშვნელოვანესი გახდათ პრემიერ-მინისტრის ბატონი გიორგი კვირიკაშვილის და ვიცე-პრემიერის ბატონი კახი კალაძის სტუმრობა ზესტაფონში. ზესტაფონის ამომრჩეველმა დღეს დაამტკიცა, რომ 8-ში ზესტაფონში შალვა კიკნაველიძე გაიმარჯვებს, ისევე როგორც ზესტაფონი ნაწილი, რომელიც მაძლევს ხმას და არის ჩემი ამომრჩეველი, ბაღდათლებთან და ხარაგაულელებთან ერთად, ასევე ქართული ოცნების კანდიდატს აირჩევს. რაც მთავარია, მე მინდა განვაცხადო, რომ ქართული ოცნება ყოველგვარი ზეწოლების, ყოველგვარი შანტაჟების გარეშე აწარმოებს წინასაარჩევნო კამპანიას და იგი 8-ში ღამით გამოცხადება როგორც გამარჯვებული გუნდი, გამარჯვებული პოლიტიკური პარტია და საქართველოში ბევრი რამ სასკედოდ შეიცვლება. მრავალრიცხოვანი შეხვედრის მონაწილეები პოზიტიურად აფასებენ სამთავრობო გუნდის დეპუტატობის კანდიდატების მხარდაჭერას. ქვეყანას აქვს არჩეული იდეოლოგია, რა მიმართულებითაც მივდივართ და მისასალმებელია, რომ ჩვენ მივდივართ უკვე ეროვნული გზით. გაცნობილი გვაქვს შალვა კიკნაველიძის საარჩევნო პროგრამა, რასაც ვიზიარებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ის გაამართლებს სამორჩევლის იმედებს, იმიტომ რომ საზოგადოება ასე ვთქვათ გულგატეხილი იყო ძველი რეჟიმიდან გამომდინარე, ხალხმა ბევრი გაწმილება იგემა ასე ვთქვათ და მთელი იმედებს ახლა საზოგადოება ამყარებს და მართლაც ვფიქრობ ღირსეული კანდიდატია, რომელიც წარუძღვება რაიონს და უხელმძღვანელებს.
30 ოქტომბერს 12 საათზე ზესტაფონის 51 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა ხელი ეთიკის კოდექსს მოაწერეს. პროცედურა ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობდა და მასში ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაცია იყო ჩართული. მუნიციპალიტეტის მასშტაბით საოლქო კომისიის 13-მა და საუბნო საარჩევნო კომისიის 598-მა წევრმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შემუშავებულ კოდექსს ერთდროულად მოაწერეს ხელი. დღეს 30 სექტემბერს მთელი საქართველოს მასშტაბით ცენტრალური საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა ხელი მოაწერეს ეთიკის კოდექსს, რომელიც შემუშავებულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ. ეს კოდექსი ქცევის რამდენიმე ძირითად ნორმას აერთიანებს, ესენია კანონის პატივისცემა, სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა, გამჭვირვალობა და პროფესიონალიზმი. კოდექსის თანახმად საარჩევნო კომისიის წევრები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ საარჩევნო კანონმდებლობის ზუსტი და თანმიმდევრული განხორციელება. ფუნქციების შესრულებისას იყვნენ დამოუკიდებლები და მიუკერძოებლები, უზრუნველყონ საარჩევნო სუბიექტების ამომრჩევლებისა და საარჩევნო პროცესში მონაწილე სხვა პირთათების თანაბარი და სამართლიანი გარემო შექმნა. ეთიკის კოდექსი არჩევნების დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარებისა და ამომრჩეველთა მხრიდან დომის ამაღლების მიზნით შემუშავდა და 51 ზესტაფონის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებიც შეუერთა ამ ეთიკის კოდექსს და დღეს საზეიმო ვითარებაში კომისიის 13-ვე წევრმა ხელი მოაწერა აღნიშნულ კოდექსს. ეთიკის კოდექსის ყველა პუნქტი მნიშვნელოვანია და მისი დაცვა არჩევნების სანდოობას და გამჭვირვალობას უწყობს ხელს, აღნიშნა კომისიის მდივანმა. დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით ხელი მოეწერა ეთიკის კოდექსს. ეთიკის კოდექსში აღნიშნული ყველა პუნქტი არის მნიშვნელოვანი შესასრულებლად და დასაცავად, რადგან სამართლიან გარემოში ჩატარდეს არჩევნები, გამჭვირვალე იყოს და ყველა მონაწილეს მხარეს თუ ამომრჩეველს ჰქონდეს სანდოობა საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ. კანონით განსაზღვრული ეთიკის ნორმების დაცვა კომისიის ყველა წევრის ერთგვარი ვალდებულებაა, რათა შეიქმნას სათანადო თანაბარუფლებიანი გარემო ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის. უმთავრესი ისაა, რომ ეს მაინც სიმბოლური დატვირთვის მქონე აქტია, მაგრამ მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ საოლქო კომისიის წევრები, ზოგადად საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა წევრი მოვალია დაიცვას ის ძირითადი პრინციპები, რომელიც ჯერ კიდევ კანონით არის განსაზღვრული და შემდეგ ჩვენი მოქალაქეობრივი ვალს კიდე ხაზზე გაუსვას ერთხელ, რომ შეიქმნას სათანადო გარემო, თანაბარუფლებიანი გარემო ყველა ამ საარჩევნო სუბიექტისათვის, ვიყოთ მაქსიმალურად პროფესიონალურები, მაქსიმალურად ობიექტურები და გამჭვირვალენი, მაქსიმალურად შევქმნათ ისეთი გარემო, რომელიც უზრუნველყოფს საპარლამენტო არჩევნების ნორმალურ გარემოში ჩატარებას. ეთიკის კოდექსის მთავარი მიზანია არჩევნების დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარება და ამომრჩეველთა მხრიდან დობის ამაღლება. მსგავს დოკუმენტს პირველად 2010 წელს მოეწერა ხელი.